არ ვიცი, საფრთხეს ალბათ გრძნობდა, მაგრამ ზურა ყოველთვის იღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას. ეს ყოველთვის დარწმუნებული იყო თავის თავში და თვლიდა, რომ თავისი ჭკუით, თავის მოხერხებით, თავის გამოცდილებით შეძლებდა, რომ გამკლავებოდა რაღაც სიტუაციას და არ ვიცი, ეთყობა ზედმეტად თავდაჯერებული იყო. საგაზეთო ინტერვიუში თქვენ ახსენეთ, რომ ბადრი პატარკაციშვილმა გადააფიქრებინა ბატონ ზურაბს ქვეყნის დატოვება. შენ რამდენად რეალურად ფიქრობთ თქვენ მართლაც ქვეყნიდან გამგზავრებას და ხომ არ ფიქრობთ, რომ აი თქვენი მეუღლის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების თარიღები რაღაც უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს, ხომ არ აქვს რაიმე? უცნაურად თარიღები სამთხოვა არაფერს ნიშნავს ჩვენთვის. თავი ის არის, რომ ზურამ და ბადრიმ საერთო ენა გამონახეს, დამეგობრდნენ. და მე უკვე ზურას გარდაცვალების მერე ეს ძალიან კარგად ვიბრძენ ბადრის დამოკიდებულებისგან. ის ცდილობდა, რომ მთლიანად ზურას ერთგული დარჩენილიყო და პრინციპში ძალიან ბევრი რამ რაც გააკეთა, სწორედ შეიძლება ამ ერთგულების გამო გააკეთა. ძალიან დიდ რისკზე წავიდა. მე სხვათა არ ურჩევდი მას ამ თმის პოლიტიკურ მოღვაწეობას. რა გააკეთა ბადრი პატარკაციშვილმა ზურას გამო? მან სცადა, რომ დაეცვა საზოგადოება, დაეცვა ის ძალაუფლება, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, რომ რაღაცნაირად დაპირისპირებოდა და როგორ ფიქრობთ, ის რამ შეიწირა? ხო, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება რომ ბედნიერად და ესე შვიდად თავისთვის ეცხოვრა და ამ ადამიანმა ყველაფერი დადო და ბოლომდე დახარჯა, რა ვიცი. ზურაბს ესე მოიქცა ზუსტად. ალბათ ესეთი ტიპის ადამიანები რაღაცნაირად სხვანაირად წყვეტენ თავიანთი თავის ბედს. შეიძლება გრძნობენ კიდევაც იმას, რომ შეიძლება უბრალოდ ისე ცხოვრობენ ყოველი დღე, თითქოს ეს მათთვის უკანასკნელია. ეს განსხვავება არის ჩვენსა და მათ შორის. ქალბატონინა, მოდი გავიხსენოთ სკანდალური განცხადება ირაკლი ოქროაშვილის. მაშინ მან თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარი მიიტანეს საბურთალოს ქუჩაზე. თქვენ თუ სცადეთ ამ ინფორმაციის გადამოწმება და შეგიძლიათ თორე დამატებით რა კავშირება და სამწუხაროდ ის მალე დააკავეს ძალიან ამ განცხადების მერე. რა ვიცი. რა გითხრათ? ხანდახან ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხდება. არის ესეთი შემთხვევები. მე ვერაფერს ვერ ვეტყვი. პოლიტიკური ის ფაქტი, რომ იქ არ მოხდა ეს ამბავი, ძალიან ბევრი სხვადასხვა წყაროდან მოვიდა, სხვადასხვა მოვიდა მეზობლებისგანაც და ასე რომ რაღაცნაირად არ გამკვირვებია და ალბათ შეიძლება ირაკლი იმაც იცოდა ეს ამბავი. თქვენ პოლიტიკური სპეკულაცია აცხადეთ, ახსენეთ. ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელები მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ ალაპარაკდნენ. გამოითქვა ეჭვები, დაიწყო ამ თემაზე საუბარი. რას ფიქრობს ნინო ქადაგიძე? რამდენად გულწრფელი არიან ისინი? ჩვენ ვიცით საზოგადოებამ, რომ არა მხოლოდ ნოღაიდელს გულისხმობდნენ, ბურჯანაძის განცხადებაც ირაკლი ოქროაშვილი უკვე ვახსენეთ, კიტმარიშვილი არც რამდენად იყო ბატონ ზურაბის თანაგუნდელი, მაგრამ მისი განცხადებაც მოისმინა საზოგადოებამ. ჩვენ არ ვიცით პირადად თქვენთან საუბარში რას ამბობდნენ მისი თანამოაზრეები და გრძნობდით თუ არა მხარდაჭერას მათი მხრიდან. იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც მის გარშემა იყო, ხედავდა, ზურასაც ხედავდა მის ღირებულებებს, მის თვისებებს, მის ადამიანურ თვისებებს. იმ სიტუაციასაც ხედავდა, შეიძლება ჩვენზე უკეთ, თქვენ მკითხეთ, რომ რა წინააღმდეგობები ქონდა და პრივატიზაციაში არ ვიცი. არ ვიჯექით ის კაბინეტში არასოდეს და თუმცა ის ყოველთვის მეგობარი არა მხოლოდ მე. ყოველთვის ცდილობდა, რომ დისტანცია ყოფილიყო და მე არ ჩავრეულიყავი ამაში. და შეიძლება მათ უფრო მეტი იცოდნენ, თუმცა მეც სულ ურას გარშემო ვიყავი და ყველაფერი ყოველი ჩემი წუთი იყო მისთვის და ამიტომ მეც ძალიან ბევრ რაღაცას გრძნობდი და ვიცოდი. ძალიან რთული ცხოვრება ქონდა, იმიტომ რომ ამ ადამიანს ქონდა რეალურად ღირებულებების, ამდენად ცდილობდა, რომ აეშენებინა ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს, რაღაცეები იქნებოდა დაცული.
როგორც ჩანს ის თვლიდა რომ ხელისუფლების შიგნით მოახერხებდა ამის გაკეთებას. როგორც ჩანს მან გუნდიც ვერ შეარჩია სწორად და სამეგობრო ძროც. თუ ეს სინამდვილეში უბრალოდ ისეთი ძლიერი ადამიანები არ არიან როგორც ზურა იყო. მხოლოდ აი ზურასნაირ ადამიანს შეეძლო რომ ამხელა წვიფცინა, ამხელა დარტყმა აეღო თავის თავზე. ყველა ადამიანს მე იმიტომ გეკითხებით ამას დეტალურად რომ ეს ადამიანები დემოკრატიული ფასეულობების ფასადით მოვიდნენ და ხელისუფლებაში. ამიტომ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია. ზურას გუნდის ძალიან ბევრი წევრი არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ აი ეს ღირებულებებისთვის შეიძლება ვერ იბრძოლო, მაგრამ შეფასება მაინც ხო შეიძლება რომ სწორი გააკეთო. არ შეიძლება რომ ყველაფერზე გაჩუმდე და ყველაფერზე თქვა, რომ ეს მე არ მეხება, ამას მე ვერ შევეწინააღმდეგები. იმე მეშინია რომ ყველას მე მესმის რომ ყველას ეშინია და რის ეშინია? ბევრი ამის ეშინიათ, მაგრამ თავარი ვის ეშინიათ არის ის, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების წარმართვას. ალბათ ეს შიში რო არ ქონდეთ ისინი სხვანაირად. თუმცა ამ შიშმა ქვეყანაში სულ სხვაგვარი ფონი შექმნა დამეთანხმებით ალბათ და სულ სხვაგვარად წარმართა სიტუაცია სამწუხაროდ. თქვენ თუ გქნობთ ამის მის თანაგუნდელებისგან, თუნდაც ფარულ მხარდაჭერას არ აღია და აშკარად და საჯარო განცხადებების დონეზე, არამედ იმას, რომ მათ სიმართლის გარკვევა აინტერესებს თქვენი ოჯახის გვერდისგან. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მათგანისგან უმეტესობისგან ამას ვგრძნობ. და ვგრძნობ. და ბატონ ზურაბისგან მაინც თქვენ არ უპასუხეთ იმ შეკითხვას, რა განცხადების გაკეთებას აპირებთ თუ არა დაინტერესებულ ხართ. ბატონი ზურაბ ნოღაიდელი რა განცხადების გაკეთებას აპირებს ხვალ? რამდენადაც მე ვიცი ის დაეთანხმება ოჯახის მოთხოვნას, რომ ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება და მეგონი ამას ადრე შეეძლო ამის გაკეთება, რა თქმა უნდა. როგორც ქვეყნის მეორე პირი ხო ზურაბ ნოღაიდელი იმ დროს მინისტრი იყო და თქვენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის პრემიერ-მინისტრი გახდა, ამიტომ ძალიან დიდი ინფორმაცია გადიოდა მის ხელში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ინფორმაცია ჰქონდა მას იმისთვის, რომ რაღაც დასკვნით გაეკეთებინა და ნახოთ თუ რამეს გააკეთებს თვითონ იტყვის. ქალბატონი მე ალბათ ამ შემთხვევაში მინდა კიდევ აღნიშნო, რომ ძალიან განვიცდი იმ ამბავს, რაც თქვენს ოჯახს შეემთხვევდა, ცოტა უტაკ-ტოტად გამოდის, მაგრამ მინდა ვკითხოთ მაინც თქვენი მეუღლის შეცდომებთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი ზურაბ ჟვანიამ მოიყვანა ის გუნდი ხელისუფლებაში, მიხეილ სააკაშვილიც ზურაბ ჟვანიამ ჩამოიყვანა ამერიკიდან თავის დროზე, ის ადამიანების манипуლირებდა არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა, თქვენ რა შეგიძლიათ წლების შემდეგ თქვათ ამასთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ზურა იყო რეალური პოლიტიკის გამტარებელი. ის ყოველთვის იყენებდა იმ საშუალებებს, რაც მას ჰქონდა, მოიყვანა ის ადამიანები, რომლებიც ნახა და რომლებიც ყველაზე უფრო მოეწოდა. გარდა ამისა, პოლიტიკოსებს კიდე ერთი თვისება უნდა ქონდეთ, გარდა იმისა, რომ იყვნენ აუცილებლად ჭკვიანები და ისინი უნდა იყვნენ ამბიციურები და ძალიან ენერგიულები და ესეთი თვისების ადამიანები და ალბათ იმავე ღირებულებების მატარებელი, რაზეც თქვენ საუბრობდით თქვენს მეუღლესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ პოლიტიკაში მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მიდის, რომელიც ღირებულებებით ნაკლებად გამოირჩევა.